ცნობილი ხდება თავდაცვის სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსანთან და კომპანია სილქნეტის უმაღლესი მენეჯმენტის წარმომადგენელთან ნათესაური კავშირების არსებობის შესახებ. კერძოდ, კომპანია სილქნეტის კომერციული დირექტორის ბაჩო ჩინჩალაძის დედა ქალბატონი თამარ ბატიაშვილი წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას ერთ-ერთი მოადგილის ალექსი ბატიაშვილის უშუალო ბიძაშვილს ფაქტობრივად ოჯახის წევრს. ორგანიზაცია მიუთითებს, რომ კომპანიაში 2012 წლიდან სწორედ ბაჩო ჩინჩალაძე ხელმძღვანელობს საჯარო დაწესებულებებთან კომერციული გარიგებების სფეროს. ორგანიზაციისთვის უცნობია თუ რა როლი ითამაშა აღნიშნულმა ნათესაურმა კავშირმა კომპანია სილქნეტსა და თავდაცვის სამინისტროს შორის სატენდერო პირობების, ხოლო შემდგომ ხელშეკრულების იმგვარად ფორმულირებაში, რომელიც დაიდო. ახალგაზრდა ადვოკატები აღნიშნავს, რომ გამოძიებას მოუწევს დაადგინოს თუ რა როლი ითამაშა აღნიშნულმა გარემოებამ, აღნიშნულმა ნათესაურმა კავშირმა და ხომ არ იკვეთება თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნის კერძო ინტერესები კომპანია სილქნეტთან დადებულ ხელშეკრულებაში. ეგრეთ წოდებულ სილქნეტის საქმესთან დაკავშირებით ყველა ფაქტობრივი გარემოება უნდა დადგინდეს, ვინაიდან დანაშაული აშკარად კორუფციულ ნიშნებს ატარებს. თავდაცვის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების მიმართ ბრალდება აჩენს კითხვის ნიშნებს თავდაცვის სამინისტროს როგორც უწყების, როგორც სისტემის ეფექტური მუშაობის საკითხთან დაკავშირებით და მნიშვნელოვანია ამ საკითხებთან, ამ პრობლემებთან და ამ დაკავებასთან დაკავშირებით საზოგადოებამ მყისიერად ჯერ უნდა მოისმინოს საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბატონი ალასანიას პირველი კომენტარი. ბუნებრივია ჯერ უწყების სამინისტროს პირველი პირის და მათ შორის პირველი პირების კომენტარი აღნიშნულთან დაკავშირებით არ გაკეთებულა, ეს საქმე კი სარგებლობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით და მნიშვნელოვანია, რომ ის ახალი გარემოებები, რომელიც სილქნეტის საქმესთან დაკავშირებით სატენდერო პირობების და შემდგომ ხელშეკრულების დადების პროცესში, აი ამ გარემოების, ამ ნათესაური კავშირების ფაქტით მკაფიო ხდება, გამოძიება უთუოდ დაინტერესდეს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვიცოდეთ თავდაცვის მინისტრის მოადგილის ალექსი ბატიაშვილის ინტერესები და მოცემულ შემთხვევაში სილქნეტის კომერციული დირექტორის ბაჩო ჩინჩალაძის დედის ახლო ნათესაური კავშირებმა რა გავლენა იქონიეს აღნიშნული ხელშეკრულების მომზადების და საერთოდ ზოგადად აღნიშნული ტენდერის სილქნეტის სასარგებლოდ გადაწყვეტის პროცესში. ეს არის ჩვენი განცხადება, ინფორმაცია, რომელიც ორგანიზაციამ მოიპოვა და ჩვენ ვალდებულად ვთვლით თავს არასამთავრობო ორგანიზაციის ფუნქციიდან გამომდინარე, რომ აკონტროლოს პროცესი, იმიტომ რომ ჩვენ უშუალოდ არ მიგვიწოდება ხელი სისხლის სამართლებრივ საქმესთან დაკავშირებით. ჩვენ წინა დღეებში უკვე მოვითხოვეთ, რომ საქმეს მოიხსნას გრიფით საიდუმლო, რაც იმას ნიშნავს, რომ საზოგადოებისთვის უფრო მკაფიო და მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი იმ მტკიცებულებებთან დაკავშირებით, რომელსაც ბრალი დაიფუძნა. შესაბამისად, ჩვენი განცხადება მდგომარეობს იმაში, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, ეს არის ღია კითხვები, რომელზედაც ალბათ პასუხი მოუწევს გასცეს როგორც გამოძიებამ, ასევე თავდაცვის სამინისტრომ, მინისტრის მოადგილემ უშუალოდ და კომპანია სილქნეტმა. თუ გაქვთ შეკითხვები, გისმენთ? ეს ინფორმაცია თქვენ მოიპოვეთ, ანუ წყარო როგორც არის ეს ინფორმაცია ორგანიზაციას მიაწოდა კომპანიის წარმომადგენელმა, რომელიც მოცემულ შემთხვევაში არ არის მხოლოდ რიგითი თანამშრომელი, თუმცა კომპანიის თანამშრომელმა მიაწოდა ეს ინფორმაცია. ბუნებრივია ჩვენ ვიცავთ წყაროს სანდოობის და კონფიდენციალობის საკითხს, მაგრამ მნიშვნელოვანია ეს ინფორმაცია შეეფერება სინამდვილეს თუ არ შეეფერება სინამდვილეს. ბატონი ჩინჩალაძის დედა, ქალბატონი თამარ ბატიაშვილი წარმოადგენს თუ არა მინისტრის მოადგილის ბატონი ალექსი ბატიაშვილის უშუალო ბიძაშვილს, ოჯახის ფაქტობრივ წევრს თუ არ წარმოადგენს. ბუნებრივია ამ დაკავებასთან რა უშუალო კავშირია და რატომ მაინც ამ დაკავების მერე გახდა ცნობილი, რომ ნათესავია და რატომ ჩათვალე წადილი
შეიძლება რამე კავშირში იყოს? ამან დასაწყისში მოგახსენებთ და იმავდროულად თქვენ კითხვას დავაკონკრეტებ. პირველი ის ფაქტი, რომ კომპანიის კომერციული დირექტორის 2012 წლიდან ბატონი ჩინჩალაძის დედა შეიძლება აღმოჩნდეს და ჩვენი ინფორმაციით ეს ნამდვილად შეესაბამება, წარმოადგენს მინისტრის მოადგილის ალექსი ბატიაშვილის ფაქტობრივად ოჯახის წევრს ალალ ბიცაშვილს, ნიშნავს იმას, რომ შესაძლებელია ჩვენ დავინახოთ ამ ძალიან სარფიანი გარიგების შუალედში ის კერძო ინტერესები, რომელიც კომპანიის და საჯარო მოხელეს შორის შეიძლება არსებობდეს. ბუნებრივია ამ მიმართულებით არსებობს გამოძიება და გამოძიებამ უნდა დაადგინოს ამ გარემოებამ, ამ ნათესაურმა კავშირმა იქონია თუ არა რაიმე შემხებლობა სატენდერო პირობების ხელშეკრულების იმგვარად ფორმულირების საკითხში, რომელიც შემდგომ სილქნეტისთვის აღმოჩნდა ხელსაყრელი სასარგებლო და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. რაც შეეხება თქვენი კითხვის მეორე ნაწილს, ეს ფაქტი განაპირობებდა თუ არა დაკავებას, ან რაიმე შემხებლობაში შეიძლება ყოფილიყო თუ არა დაკავებას, ბუნებრივია დაკავება წარმოადგენს ქმედებას, როდესაც არსებობს მტკიცებულებები კონკრეტულ დანაშაულთან დაკავშირებით. ნათესაობა დანაშაული არ არის, მაგრამ თუ კი ნათესაური ურთიერთობები საჯარო უწყებას, ანუ საჯარო მინისტრის პირველ მოადგილესა და კომპანიის ფაქტობრივად ხელშეკრულებების მომზადებელ უფლებამოსილ პირს კომერციულ დირექტორს შორის არსებობს, ეს საკითხები იწვევს უკვე კითხვის ნიშნებს. ხომ არ მოხდა აღნიშნული კავშირ ურთიერთობების ნათესაური გარემოების გამოყენება იმგვარად, რომ ორ სუბიექტს შორის სასურველი სახელშეკრულებო პირობები ჩამოყალიბებულიყო, რომელმაც საბოლოო ჯამში 4 მილიონ ლარზე მეტი, როგორც გამოძიება მიუთითებს, 4 მილიონ ლარზე მეტი დააზარალა სახელმწიფო ბიუჯეტი. საერთოდ ზოგადად მოგახსენებთ, რომ ჩვენი ორგანიზაცია არის ერთ-ერთი, რომელიც 2013 წლიდან დღემდე საჯარო უწყებებში, განსაკუთრებით თავდაცვის სამინისტროში არსებული ტენდერებთან დაკავშირებით, იგივე ჯარისკაცების მოწამვლის ფაქტი შეგიძლიათ შეგახსენოთ, რომელიც მიუთითებდა გამჭვირვალობაზე და საჯაროობაზე. აგრეთვე ჩვენი ორგანიზაცია არის პირველი, შეიძლება ითქვას ფაქტობრივად, რომელმაც უჩივლა კომპანია სილქნეტს ეროვნულ მარეგულირებელ კომისიაში მისი კეთილსინდისიერების საკითხის დადგენის მიმართულებით. ჩვენ ეს სფერო ამ ორი სუბიექტის გამჭვირვალობის და მოქმედებების ფარგლები, როგორც ორგანიზაციას, როგორც იურისტებს, როგორც ადვოკატებს, ძალიან კარგად გვესმის და გვაქვს მაღალი საზოგადოებრივი უფლებამოსილება და საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით გპასუხობთ, რომ სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ჩვენი განცხადება, რომელიც ფაქტობრივად არის სინამდვილე, მივაწოდოთ საზოგადოებას. ვიმსჯელოთ, წავიდა ის დრო, დასრულდა ის დრო, როდესაც ჩვენ მსგავსი ნიუანსების მიმართ ვიყავით აბსოლუტურად ინდიფერენტული. ამიტომ ყველა ინფორმაციას ამ საქმესთან დაკავშირებით, რომელიც მართლაც რეზონანსულია და გამოწვევის წინაშე აყენებს სამთავრობო პოლიტიკას ღია მმართველობის მიმართულებით, უპასუხოთ და შევთავაზოთ საზოგადოებას სწორი და უტყუარი ინფორმაცია. აი ეს არის ჩვენი მთავარი მისია და დანიშნულება.